მოგესალმებით, მე ვარ ბუდუზი ბზივაძე და როგორც ქუთაისელი ვეცდები რომ დღეს წარმატებით ჩავაბარო ქუთაისის კვიზი. Let's go. რომელ საუკუნეში დაარსდა ქუთაისი? აიგრევე გაართულა საბა. ძველი ზეთარაღის მესამე საუკუნეში, ძველი ზეთარაღის მეოთხე საუკუნეში, მეორე საუკუნეში და მეხუთე საუკუნეში. მეხუთე საუკუნეში. ეს არასწორი პასუხი ეს დაარსდა ძველი ზეთარაღის მესამე საუკუნეში. ძველი ზეთარაღის მესამე საუკუნეში? აი თავიდან დავიწყოთ და ეს სწორად უნდა გავცეხტური ამაზე მართლა გადამჭიგავი. აბა გადამჭიგავი რა არის? 21 საუკუნეში, მეორე კითხვა, 21 საუკუნეში რამდენჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო? A. სამჯერ, B. ორჯერ, C. ერთხელ, D. არც ერთხელ. სამჯერ. ვაფიქსირებ? ვაფიქსირებ. ორჯერ. ორჯერ? ორჯერ ეხა გახდა ბოლოს. შეტოს დროს და ერთხელ მანამდე ხო გახდა? 19 საუკუნე გახდა. 19 დინამო, 20-ში დინამო მერე გახდა. და ხო. კაი. ესეც ვერ გამოვიცა. მესამე კითხვა, რომელიც ერთ დაარსდა ფიგენდია საკაბავე. ფიგენდია საკაბავე. არ მაქვს ფიგენდია საკაბავე. აჭამი. ანუ ქუთაისელი ხარ? მე ქუთაისელი არ ნიშნავს რომ აინდამაინც ფიგენდია საკაბავე უნდა გქონდეს ნაჭამი. A 1759 წელს, B 2014 წელს, C 1967 წელს, D 1954 წელს. ჩემი ლოგიკიდან გამომდინარე B 2014 წელს. ფიგენდია საკაბავე ფუნქციონირებს 1954 წლიდან. 1954 წლიდან? აი მეოთხე კითხვა. ეხა უჯრედი სამივე გამომაზე, ანუ? ეხა მოეჭვოდა შეავთ. აი მეოთხე კითხვა. ჩამოთვლითაგან რომელი ბრენდია ქუთაისური? ლაღიძის წყლები, სარაჯიშვილი, სერგოს ნაზუქი, სანდუკელი. სერგოს ნაზუქი ვერ იქნება, იმიტომ რომ სურამშია. სანდუკელი არ ვიცი რა არის, სარაჯიშვილიც არ ვიცი, ლაღიძის წყლები. და პირველი სწორი ხულა, აში სტუდიაში. კაი, მეხუთე კითხვა. საიდან იშლება ყველაზე კარგად ქუთაისის ულამაზი ხედი? კაი, ამას არ უნდა სავარაუდო პასუხების ჩამოთვლა პირდაპირ ბაგრატის ტაძრიდან. იშლება ყველაზე კარგად ქუთაისის ხედი. შეხვედი ფორმაში? მეხუთე კითხვა. რამდენი საფეხურია ბალახონის ლეგენდარული კიბე? 99 საფეხური. არა. ხო, 99. და ეს სწორი პასუხია. სოქს 100 გონია, მაგრამ 99. მე-6. რომელი ქუთაისის ფეხბურთელს აქვს საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი? ნუკრი რევიშვილი, ბუდუზი ბზივაძე, მალხაზ სათიანი, რომი კვასხვაძე. მე მაქვს 30 თამაში. დანარჩენს რამდენია არ ვიცი. ან მე და ან მალხაზ ასათიანი. აქ ტყუილა და არ იქნება ჩემი გვარი ჩაწერილი. ჩემ თავს ვიტყვი რა, ალბათ მე მაქვს ყველაზე მეტი თამაში. აფიქსირებ? ის რაღაცნაირი ის იყო, აფიქსირებ. ვაფიქსირებ ძმა. მიღებულია შენი ფიქსირი. შენ უნდა ითამაში ერთ-ერთი თამაში რომ მალხაზ ასათიანს გაასწრო. 40 თამაში დაამთავრა სანაკრებო კარიერა მალხაზ ასათიანს. არ ვიცოდი, მაპატიეთ. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარდგენია კომპანია აჭარაბეთი, ისინი გვეხმარებიან, რომ ვიმოგზაუროთ სხვადასხვა ადგილებში თქვენთვის და გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები. მადლობა აჭარაბეთ ჩვენი გვერდში დგომისთვის. მე-6. ვის სახელობისაა ქუთაისის თეატრი? ბადო მესხიშვილის. დიდებული ხარ შესანიშნავი. რაღაცები ზეპიადით სავარაუდოების გარეშე. ხო, არ უნდოდა. მერვე, რომელია ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზა ქუთაისის ტორპედოს თამაშზე ტრიბუნიდან? A. აუ სუდია, ჩემი ძმა ხარ. B. პრესინგი ბიჭებო. C. დღეს უშანსოდ ვართ და D. ოხ სუდია შენი და მრავალი ფიფქი. ჩემი აზრით აუ სუდია, ჩემი ძმა ხარ. პრესინგი ბიჭა, შეიძლება ყველა, ანუ ხშირად რომელი ისმის? აი ყველაზე ხშირად გამოყენება. ალბათ სუდიას რო აგინებენ რა. სამწუხაროა, მაგრამ ალბათ ეგ რო ანუ დესაფიქსირე? დესაფიქსირე.
ისა, უნდა სწორი პასუხი. ანუ შენ ახლა სტატისტიკა სად მოძებ? მაინტერესებს. ეს არის ჩემს ხუზე დაყრდნობილი სტატისტიკა. ხო, რამდენჯერ ხარ კორპორატიულ სტადიონზე დამყოფი? 50. 50 ჯერ უფრო მეტჯერ ეს გაიგე? ამაზე ალბათ გულშემატკივარიც ხა კომენტარებში ჯერებს რა, რამდენად. აი, არ დაგეთახა. რელევანტული. ჩვენ თბილი ხალხი ვართ და არ ვაგენებ შეურაცხყოფას არავის. აი, მეცხრე ლეგენდარული სიმღერის თანახმად მაისის ქუთაისი, რომელი ქალაქიდან წამოსულ ქართან ამყარებს კომუნიკაციას. A სამტრედიის, B ვანის, C წყალტუბოს, D საჩხერის. C წყალტუბოს. თიგზი ეგ სიმღერა წამოიღე? არა, ვერ წაგიმღერებ ვერაფერს. სწორი პასუხია ეს რა თქმა უნდა. მეათ ჩამოთვლა რომელი ხიდია ქუთაისში, ჭაჭვის ხიდი. თუმცა ხალხმა რო გაიგოს სავარაუდო პასუხებსაც ჩამოვთვლი. A მშრალი ხიდი, D მშვიდობის ხიდი, C ვახუშტის ხიდი, D ჭაჭვის ხიდი. ჩვენ ბევრი ხიდი გვაქვს მაგ ქუთაისში, ჭაჭვის ხიდი, რუსთაველის ხიდი, თეთრი ხიდი, წითელი ხიდი. კიდე არის რაღაც, მაგრამ იმის სახელი აღარ მახსოვს. შემონი ამაზე ის პასუხი ჯერ არ ყოფილა. მე-12 რომელია ქუთაისის მცენარე სიმბოლო? გვირილა, იმიტომ რომ ორმაისობას გვირილობას აღნიშნოთ ამასთანავე. 13 რომელ სიტყვას ვერ გაიგონებ ვირასდროს ქუთაისელის ლექსიკონში? A ბაჩუ, B გეხუტუნე, C რაფერც, D ტო. რა თქმა უნდა, D ტო. მე-14 ვისი სახელობისაა ქუთაისის უნივერსიტეტი? აგახი წერეთლის. ეს იგი თავიდან იმას კი ფორმაში შესაძლებელია, ხო როგორც ბიჭო, თავიდან არის ძალიან ისტორიულები, რომლებიც ის მაგ რა, არ ვიცოდი პირდაპირ ვიტყვი. რაც ჩემი მინუსია რა თქმა უნდა, მაგრამ ესენი უკვე ვიცი. ესენი ისტორიული ისენია, რაღაცეები, თარიღები და რაღაცეები, ფაქტები, მაგრამ ესენი უფრო ვიცი. და ბოლო კითხვა დღეისთვის. არა, უკაცრავად, ბოლოს წინა კითხვა. არა, უკაცრავად, ბოლო კითხვა. მე-15 რომელ სასმელს არ აღიარებენ ქუთაისლები? A ლუდს, B ჩაის, C ყავას, D ვისკის. ამ ჩამოთვლიდან ალბათ ყავას, მაგრამ ეს არის მტკნარი სიცრუე. ქუთაისლები ძალიან კარგად სწავლენ ყავას, მინდა გითხრათ. უბრალოდ არის ერთი ფრაზა, ყავაწრუპიეები და ალბათ მაგის მერე წამოვიდა ეგ მითი, რომ ქუთაისლებს არ უყვართ ყავა, მაგრამ არ არის სიმართლე. ქუთაისლებიც სვამთ ყავას. ქართული ხო მაგრამ ყველა კითხვა დაიგეს. კი, იმიტომ რომ სკოლა მეტი აღარ არის. რომელ სასმელს არ აღებენ ქუთაისლები? წავიკითხე ვის სახელობის საქართველოს. ქუთაის უნივერსიტეტი წავიკითხე, რომელ პროფესორს წავიკითხე, რომელ ქუთაისის სიმბოლო წავიკითხე. ჩავთვალე ქუთაისის წავიკითხე, მე-11 ვისი ქალაქია ქუთაისი? მე-11 იგიხვა. ჩემი ნომერი გამომჩენი. მე-11 ვისი ქალაქია ქუთაისი? A ცათამბჯენების, B მოდის კვირეულების, C ჩახუტების, D მჭადის და ყველის. მე ამ კითხვიდან 4-ვეს ვიტყოდი. 4-ვე პასუხი სწორია. ყველა პასუხი სწორია. მაგრამ თუ ერთიდან უნდა ავარშიო, რა თქმა უნდა, ქუთაისი არის ჩახუტების ქალაქი. ჩაგეხუტეთ ქუთაისლებო გულში. ყველა წავიკითხე. მოკლედ ეს იყო ჩემი ქუთაისური κουიზი. აი მედია ძალიან არ შევრცხვი. თავიდან რაღაცები გამიჭირდა, არ ვიცოდი, მაგრამ 15-დან მე მგონი რომ 12 კითხვას პასუხი სწორად გავეცი. ამიტომ უფრო მეტი ვიდეოსთვის გამოიწერეთ GeoTeam-ის არხი.